არაბული ქალაქებისა და მასიური მიგრაციის რეალური ბრძოლის წინააღმდეგ ჩემზე შემოტევები კვლავაც გრძელდება. მოკლედ, ვინც არ იცით, მოკლე შესავალს გავაკეთებ. და ვინც იცით, ისინი დღეს კიდევ უფრო მეტად დარწმუნდებით თუ ვისთან მქონია საქმე. რამოდენიმე დღის წინ კონსერვატიული მოძრაობის იგივე ალტინფოს ერთ-ერთმა ვაი ლიდერმა, რომელიც ქართველიც კი არ არის, ჩემზე დაწერა, რომ მე თურმე დიდი ხანია მათ ვებრძვი. ოღონდ ამის არგუმენტს ვერც ერთს ვერ დადებს. რატომ? იმიტომ არ არსებობს. რამ განაპირობა ამის დაწერა? ამას მთელი გადაცემის მანძილზე, რომელიც ძალიან მსუყე იქნება, ძალიან კარგად დაგიღეჭავთ და გაიგებთ. თუმცა მანამდე კიდევ მოკლედ მინდა გითხრათ ის, რომ ალტინფოს ლიდერებთან მე პირადი განხილვა არ მქონია. საიდან დაიწყო? შარშან. როდესაც რიგითმა მოქალაქეებმა 2025 წლის 29 ივნისს გავაკეთეთ საპროტესტო მსვლელობა არაბიზაციის წინააღმდეგ, აი სწორედ აქედან დაიწყო. ალბათ იკითხავთ, რატომ? ეს მე არ უნდა მკითხოთ. ეს უნდა გკითხოთ მათ, რომელთაც თურმე თავი ამ ყველაფრის ორგანიზატორები ჰგონიათ. ამასაც მთელი გადაცემის მანძილზე მიხვდებით რაზეა საუბარი. მოკლედ, ამ პარტიის 4 ლიდერთაგან 2 ხახოლს არ ასვენებთ ეგო. აღრჩობთ და ვერ ისვენებენ. ეს ხახოლური ეგო მათთვის იმდენად დამაზიანებელი გამოდგა, რომ ვერც კი ფიქრობენ და ვერც კი იაზრებენ, რას აკეთებენ. და ის შემოტევები, რა ბინძური შემოტევებითაც ჩემს წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა, სწორედ მათსავე გასანადგურებლად უნდა გამოვიყენო ახლა. მაშასე დავიწყეთ. მთელი წლის მანძილზე დაგროვილი აი ეს სიბინძურე, რომელზეც მე ხმა არ ამომიღია, მანამ სანამ პირდაპირ სახელი და გვარით არ დაიწყეს ჩემზე საუბარი და არა ამოქმედეს სისტემური მანქანა, სიბინძურე ჩემს წინააღმდეგ, მანამ მე ხალხი ნიჰილიზმში არ ჩამიგდია. ეს მათ უნდოდათ და აწი ხალხი მიხვდით. რატომ უნდოდათ? აი, ჩემს გასვრას კი ნამდვილად არავის არ ვაპატიებ. მოკლედ დავიწყეთ. გუშინ ირაკლი მარტინენკომ მას მერე რაც სულ რამოდენიმე დღის წინ დაწერა ჩემზე, თურმე დიდი ხანია მათ ვებრძვი, შუალედში ამოქმედა ეს თავიანთი ფულს დახამებული ბინძური არარაობები, უღირსი ადამიანები, რომელთაც თავი რამედ წარმოუდგენიათ. სინამდვილეში კი არც არაფერს არ მოადგენენ. მეტიც, სანამ ამ გადაცემას ჩავთავდე, სადაც გუშინ ჩემზე მთელი საათნახევარი ილაპარაკა ხახოლმა ირაკლი მარტინენკომ, მანამ მინდა გავკრა იმ ბინძურ ადამიანებს, რომლებიც ჩემზე საშინელებებს თხზავენ. გინდა ხელოვნური ინტელექტით, გინდა ვიღაცა ემიგრანტებით და გინდა თავიანთი სამარცხვინო ფანტაზიებით. და რატომ დაიწყეს ეს ყველაფერი? ოცნებას უნდა ასე. რამ განაპირობა ის, რომ მთელი ზაფხული არ უნდა ჩატარდეს არაბიზაციის წინააღმდეგ აქციები და
მთელი ზაფხული ოცნება მშვიდად უნდა იყოს, ამასაც მიხვდებით. მოკლედ, მანამ სანამ გადაცემას ჩავთავდე და პუნქტობრივად განვიხილავდე ხახოლი ირაკლი მარტინენკოს ნაბოდვარს, არსებობენ პარტიაში ადამიანები, მაგალითად გიორგი კარჭაული, რომელიც ალტინფოში გადმოსვლამდე იყო ლელოს დაფინანსებული წევრი. იმ პარტიის წევრი, რომლისთვისაც პრიორიტეტი იყო ჩაიარონ მერე რა. და ეს ადამიანი დღეს გვევლინება საქართველოს პატრიოტად. ასევე ამ ლელოს ჩაიარონ მერე რა წევრს ყოფილს თუ მოქმედს რა მნიშვნელობა აქვს? ჩემთვის ყოფილი მეძავი არ არსებობს. ყავს ასევე შემოკრებილი 20-ქალიანი სექტა ემიგრანტთა ჯგუფი, რომელთაც მეთაურობს. ანუ ქალების 20 მეთაურია რა. რომელთაც აწერინებს იმას, რასაც მზამზარეულს მიაწვდის და დაადებინებს. ლელოს წევრი იყო ხალხო. ამან ვიზე რა უნდა ილაპარაკოს. დღეს რო თავი კონსერვატორი გონია. ასევე არის მირზა თევთიძე, აჭარის ხელმძღვანელი, რომელმაც ბოლო დღეების მანძილზე ისეთი საშინელებები წერა და იმდენი ტყუილი აფრქვია, აი თვითონ თუ არ წხვენია იმისი, რასაც წერს, მის კაცობაზე როგორ ვილაპარაკო, ქალი ვარ და ჭორაობა არ ვიცი რა, მაგრამ ეს კაცები, ამათ რო კაცები გონიათ თავი. კაცები კი არა, მხდალი არსებები არიან, რომელთაც საქართველო კი არა, ელემენტარული მიტოვებული ჩეჩმა არ უნდა ანდო. მათ შორის ხელმძღვანელი ყავთ, თავად მიგრანტი, უკრაინის მკვიდრი, საქართველოში წლების წინ გადმოსახლებული ხახოლი, რომელსაც თავისი ქვეყანა არ ადარდებს, ქვეყანა, რომელსაც ბოლი აზდის. ქვეყანა, რომელიც მიწასთან გაასწორეს სხვათა შორის 2022 წელს ხარობდა, რომ სამ დღეში უკრაინა აღარ იარსებებსო და ვაშაურა პუტინსო. და ეს ადამიანი დღეს ჩვენ ქართველებს გვეუბნება, რომ თქვენ ქართველებს არ გადარდებთ, მე მადარდებ საქართველოში არაბიზაციის და მიგრაციის საკითხიო. თქვენ ქართველებს საგარი უფრო გედარდებათ ამ ზაფხულს და მე უნდა ვიარო კარდაკარო. მეო თავისი ქვეყანა რო წიხლზე კიდია, ბოლი აზდის მის ქვეყანას ხალხო. ამან ჩვენს ქვეყანაზე რა უნდა გვეპატრიოტოს. მოკლედ მირზა თევთიძე, რომელიც არის აჭარის ხელმძღვანელი, 2024 წლის აგვისტოში, როდესაც მოქალაქეებმა აღმართეთ დიდგორის ჯვარი და წინა ვიდეოშიც ვთქვი, რომ რაში გაცვალა ხახოლმა შოთა მარტინენკომ ჯვარი და ესენი მეუბნებიან კიდე ოცნების შემოგდებული აგენტი ხარო. წინას აარჩევნოთ თურქეთის ელჩის ბრძანებით. ქართულმა ოცნებამ ათრია დიდგორის ჯვარი. ჯვარი, რომელზეც შოთა მარტინენკო საეთეროში შევარდა, წააშლევინა გადაცემა, გადააკეთებინა ხმლად და წინას აარჩევნოთ, ხმაც კი არ ამოუღიათ, სიტყვა არ დაუძრავთ იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ ათრია ჯვარი.
რაში დასჭირდა ხახოლ მარტინენკოებს ჯვრის ხმლით ჩანაცვლება. ეს ჯვარი, როდესაც ქართულმა ოცნებამ ათხრია, წაიღეს ნაგავსაყრელზე და იქ დააგდეს. 2 კვირის მერე, როგორც იქნა მივაღწიეთ იმას, რომ ჯვარი დაებრუნებინათ და დაურეკენ მირზა თევთიძეს, აი ემიგრანტებს რო ალაპარაკებენ, ახლა სექტა ქალებს, მათ შორის ერთ-ერთი არის თეთრსაბუთიანი, ვისაც იყენებენ, სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანი და იმისიც კი არ ცხვენია ხახოლებს, რომ თეთრსაბუთიან სუიციდისკენ მიდრეკილ ქალს იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ. ალაპარაკეს TikTok-ის სტრიმზე, რომ მე თურმე კარწინკა დამიდგამს გამოტანის დროს და თურმე ბიჭები არ მიმიშვია ხმალთან. მე და ედო ქოქოლაძემ გამოვიტანეთ ეგ ჯვარი, რასაც თვითონ ემიგრანტებიც კი ვერ ბედავენ, რომ ჯვრად მოიხსენიონ. მე და ედო ქოქოლაძემ გამოვიტანეთ და რატომ არ მივუშვი მირზა თევთიძე და სხვები? თუ ძალიან გაინტერესებთ და ვატყობ, გაინტერესებთ, გეტყვით. როდესაც წინასწარ დავრეკე და ვუთხარი, რომ ჯვრის გამოსატანად მოვდივარ და დამხვდით ბიჭები, იმიტომ რომ იქ უნდა ვიყოთ ბევრნი თქო. მის სულზე არ გაინტერესებთ რა დამხვდა. 3 კინკილა ადამიანი და მათ შორის მირზა თევთიძე ჯერ იმ ქართველი ვაშკაცის რა ვთქვი მაისურს ისტამბული წარწერით რო ჩაიცმევ გულზე რო ისტამბული გაწერია ქართველ ვაშკაც აი სწორედ ამიტომაც არ მივუშვი მირზა თევთიძე დიდგორის ჯვრის გამოსატანად ისტამბული წარწერით და ამიტომ ვერ მოხდა მანდ. დანარჩენები რატო არ მივუშვი? როდესაც ვკითხე, რომ ეს ჯვარი ისევ აქ ბათუმში უნდა აღიმართოს და სად ვინახავთ ჯვარს თქო? პასუხი იყო ანიკ, რაზეც პასუხი არ ქონდათ. და როდესაც ვუთხარი, რომ ჯვრის შესანახი ადგილიც კი არ გაქვთ მომზადებული, აი მაშინ წამოდგა კიდევ ერთი და მეუბნება შემდეგს, რომ მე დავარჭობ ჯვარს ჩემს ტროტუარზე. ჯვარს დაარჭობს ტროტუარზე. რაზეც საკადრისი პასუხი მიიღეს და ბოლოს ჯვრის წამობრძანებაზე რომ მიდგა საქმე, ისიც კი იკადრეს ერთმანეთში, რომ რამდენია ხატია ჯანაშიას ერთი ამ ჯვრის დამზადებაში გადახდილი, ავაგროვოთ და მივცეთო, რაზეც თავზე დაემხოთ. მოკლედ, გაინტერესებდათ და მიიღეთ ეს პასუხი. მე რომ თურმე კარწინკა დამიდგამს. მოკლედ, ბევრს არ გავაგრძელებ ამ სექტა ჭორიკანაკაცებზე საუბარს, იმიტომ რომ სირცხვილია და მრცხვენია ჯერ ხახოლის მიმდევრები რო ხართ და მერე ჭორიკანაკაცებად რო ხართ. მოვლენილი და რა სიბინძურეებს აკეთებთ. მიმიფურთხებია თქვენი კაცობისთვის. რაც შეეხება გუშინდელ გადაცემას, მე მგონი საკმაოდ დიდი გამოვა ეს გადაცემა, მაგრამ აუცილებლად საყურებელი. მაშასე დავიწყეთ და პუნქტობრივად განვიხილავ. მასიურად შეიძლება არ ხდება, მაგრამ მე ამოვკრიფე ისეთები, რომლებიც ხშირად ხდება ხოლმე და მე მინდა გავყვეთ ახლა პრეტენზიებს და პასუხი გავცეთ. პირველი მოდი დავიწყოთ ჩვენი თემა. ასეთი პრეტენზია ჩემი საყვარელი პრეტენზია სხვათა შორის. ანუ რამდენად დაფინანსებული უნდა იყოს ეს პრეტენზია, რომ ამისთვის საყვარელი გახდა? არ ვიცი რა. რამე გააკეთეთ, ლაყბობით არაფერი არ გამოვა. ხო? ასეთ პრეტენზიას
ისმენ ხოლმე. ხშირად ისვენებენ კი მართალია. ესე იგი, რამდენად სამართლიანი კითხვაა და რამდენად დამცინავად დასვა ახლა ეს შეკითხვა მარტინენკომ ხახოლმა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ქართველმა გულწრფელად დაუსვა, იმიტომ რომ ლაყაბობის მეტი მართლა არაფერი არ უკეთებია აი ამ და მე მინდა გითხრათ, რომ ზოგადად პრობლემა რაში მდგომარეობს, ეგ კარგად უნდა გავაცნობიეროთ და კარგად მოვცნობ. რა უნდა გაკეთდეს მაგ პრობლემის მოსაგვარებლად, ეგეც კარგად გამოჩნდება. ხო, თუ ჩვენ კარგად ამომწურავთ დავასახელებთ პრობლემა რაში მდგომარეობს. აი, როცა ჩვენ ლაპარაკობთ იმიგრაციის პრობლემაზე და არაბული ქალაქების პრობლემაზე, ხო? ჩვენ ლაპარაკობენ. გულახდილად ვთქვათ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ეს პრობლემა საკმარისად მტკივნეული და საკმარისად აქტუალური არ მიაჩნია. ესე იგი, წარმოიდგინეთ, რა დონის ნაძირალა უნდა იყო ადამიანი ხახოლი, რომელიც ქართველს ეუბნება, რომ მიგრაციის პრობლემა შენთვის მტკივნეული არ არის ქართველისთვის, როდესაც თავის ქვეყანას ბოლიასდის ხალხნო მიწასთან გაასწორეს მისი ქვეყანა მიწასთანაა გასწორებული და ეს ხახოლი ქართველებს გვეუბნება, რომ მიგრაციის თემაო ქართველებსო არ ადარდებთო. გავაგრძელოთ. რეალური პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არასაკმარისად აწუხებს ხალხს ეს საკითხი. რაზე დაბრუნებით ვიძახი ამას? ზოგადად, რაზე დაბრუნებით შეიძლება ითქვას ადამიანებს რამე აწუხებს თუ არ აწუხებს, ეს ხო არ შეიძლება? ხახოლმა ქართველზე უკეთ იცის თურმე ქართველს რა აწუხებს და რა არ აწუხებს. აი ეს შეურაცხყოფა ქართველებმა როდემდე უნდა ვიტანოთ. ხახოლი მიგვითითებს ჩვენ თურმე, რომ მიგრაციის თემა არ გაწუხებთ ხალხნო. თქვენ მიგრაციის თემა არ გაწუხებთ, თქვენ ზაგარი უფრო გაწუხებთ. აი ჩვენ წარმოდგენები ვქონდეს და ჩვენ წარმოსახვაზე დავაფუძნოთ ესეთი საკითხები. ადამიანებს რაც აწუხებს, ეს რაში ჩანს? ეს ჩანს იმაში, რომ ხალხი გამოდის ქუჩაში. თუ ის საკითხი არის აქტუალური, შეიძლება ადამიანს აწუხებდეს და იუყურეთ რა შესაძლოა. შეიძლება ადამიანს აწუხებდეს რაღაც საკითხი როგორ დონეზე. იცით, კი ეგ არ მომწონს, მაგრამ სხვა რაღაცები უფრო მაგრამ არაფერი აქტიური და რამე ძალისხმევის გაწევა მაგ მიმართულებით შეიძლება არ უნდა. მაგრამ თუ მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს საკითხი არის საკმარისად აქტუალური, ეს პრობლემა. ესე იგი, ხახოლის გადმოსახედიდან ქართველისთვის ეს საკმარისად აქტუალური არ არის, მაგრამ თუ საკმარისად აქტუალურია, რაშიც მას ხახოლს ეჭვიეპარება, მაშინ შეუერთდით ხალხნო ხახოლს. და როდის იყო ერთი ქართველი ვაჟკაცები ხახოლების მეთაურობით დადიოდნენ საქართველოს გადასარჩენად. ჯერ ერთი იმ საქართველოს გადარჩენა რა ვთქვი მე და იმ ხახოლის გადარჩენილი საქართველო რა ვთქვი კიდე მე. ვაგრძელებ. საკმარისად აქტუალური იმისთვის, რომ ხალხი მზად არის აქტიურად ჩართული იყოს ამ პრობლემის გადასაჭრელად, ანუ გამოდის ქუჩაში, გამოდის ხოლმე, ანუ ამ თავის პოზიციას აფიქსირებს ყველგან. მათ შორის ქუჩაში გამოსვლით. ეს უკვე არის ამ
ამ სურათზე ჩვენ შეგვიძლია დავასვათ, რომ ეს სხვათა შორის თვალებზე დააკვირდით ერთი ადამიანი როდესაც იტყუება და ადამიანი როდესაც გულწრფელი არ არის, თვალებს მარცხნივ მარჯვნივ რო აცეცებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალიან უნდა რომ რაღაცა მოიტყუოს და ძალიან უნდა რომ თავის პეიტაკი გამოაჩინოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მის ქვეყანას ბოლი ასდის. და ჩვენ ქართველებს გვეპატრიოტება ხახოლი. ისე სხვათა შორის სანამ გავაგრძელებ და ისიც მაინტერესებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სად იყვნენ ძმები ხახოლები? თუ იცით ვინმე დამწერეთ კომენტარში. ვაგრძელებ. იგი ხალხს ეს საკითხი საკმარისად ავადებს. აი მაგალითად ჩვენ გვაწუხებს, ხო? ჩვენი მაყურებლები არიან, ვისაც ეს თემა აწუხებს. მარტო ამათ მაყურებლებს აწუხებს. იმ მაყურებლებს, რომლებიც ყველას არ ვეხები. ნამდვილად, მაგრამ იმ მაყურებლებს აწუხებს განსაკუთრებით, რომელნიც ამათ უღირსობას ვერ ამჩნევენ. და აი ამათ ხახოლების გესლს, დაცინვას, აგდებას, ქართველების აბუჩად მოხსენიებას, დამცინავად მოხსენიებას ვერც კი ამჩნევენ და ვაშა ურა რა კარგი ხართ ბიჭებო და სხვათა შორის ის ხალხი კიდე რომლებიც ახლა ამათ ტაშს უკრავთ სექტის ერთ-ერთი დამღუპველი იცით რა არის რომ იდეა ან პარტიული სექტაზე მაქვს საუბარი იდეა რომლის ირგვლივაც ხალხი ერთიანდება და მერე ისტები ხდებიან იდეა ინაცვლებს ბოლო პლანზე თუ საერთოდ არ ქრება და იწყება კერპთ თაყვანის მცემა და თქვენ ხახოლთ თაყვანის მცემლები ხართ ამ შემთხვევაში ხახოლთ თაყვანის მცემლები გავაგრძელოთ მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ის რომ ჩვენ რამდენად გვაწუხებს ეს თემა ეგ არ არის თვალად იმის გამომხატველი ზოგადად საქართველოს მოსახლეობაში როგორ დამოკიდებულება ამ თემის მიმართ იმიტომ რომ ამ თემის მიმართ რომ ჩვენსავით აწუხებდეს ყველას ხო ყველა იქნებოდა ჩვენს ესე იგი ჩვენ ქართველებს არ გვაწუხებს კაცო ზელენსკი მოგვივლინა ხახოლები აგერ რომ ზელენსკი მაშინ იყო საერთოდ არ ვიცი მაგრამ როდესღაც საერთოდ ზოგადად იცით რა ხდება ტყურა რამდენი წლის წინაც არ უნდა გადმოგესახლებინა სხვა ტყეში შაკალი ყოველთვის შაკლად რჩება ხო და რა ვიცი სამით აქტიური უფრო მეტი სიადაში უფრო მეტს აწუხებს ის თემა აი რაღაცა კონცერტზე მისვლა და რაღაცა უფრო მეტს აწუხებს რეალობა ეკრა კიდე ერთი შეურაცხყოფა ესე იგი ქართველებს კონცერტები უფრო აწუხებთ ვინემ საქართველოში მიგრაციის თემა და ყველა მოღალატეები ვართ ვინც ხახოლებს არ ვუერთდებით თითქოს ეს საქართველოს მოსახლეობას თუ კი რამე აწუხებს ეს აწუხებს რომ ვისაც ეს თემა აწუხებს ის არის აქტიური საერთოდ შეწუხება კიდევ სხვადასხვა დონეზეა შეიძლება ადამიანს ახლა რომ შეეკითხოს რომ გააჩერდა და შეეკითხოს გინდა ტიპასურს არა მაგრამ რამეს გააკეთებ არა არ დავანებებ თავი ხო ეგეთიც არსებობს თვითონ რომ მოგაკითხავს და გეტყვის რომ რა შეიძლება რომ გაკეთდეს ამ თემაზე შეიძლება შენ არ მოგაკითხოს და თვითონ გააკეთოს ეგეც ყველაფერი მისასალმებელია უბრალოდ თავარია რა დონეზე აწუხებს ხო ესე იგი ამათი შკალა როგორი ზომება არ ვიცი შეწუხების ამათ მაგრა აწუხებთ თავიანთი ქვეყანა არ აწუხებთ თავიანთი ქვეყანა არ აწუხებთ ჩვენი ქვეყანა აწუხებთ და ესე იგი ესენი მიესალმებიან იმ ადამიანებს
ვისაც ეს აწუხებს, ოღონდ იცით როგორ მიესალმებიან? ლანძღვით, გინებით, თავსლაფის დასხმით, ჭორების აგორებით, სიბინძურეების აგორებით. აი ასე მიესალმებიან ხახოლები იმ ადამიანებს, ვინც მიგრაციის წინააღმდეგ იბრძვის. აქცია თუ კი რამე ვინმე ჩაუტარებია ამ თემაზე, რაც სამწუხაროა. მე მაგალითად ვისურვებდი, რომ ამ თემაზე ყველა ატარებდეს უზარმაზარ აქციებს. საერთოდ აქციები იყოს ამ თემაზე ყველა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან და ყველა არაპოლიტიკური და საერთოდ ზოგადად ვისაც კი უნდა ამ თემაზე ყველა ატარებდეს აქციებს. აი როგორი ყალბი ხარ და როგორი ფარისეველი. მაგას ვისურვებდი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ სხვა არავინ არ ატარებს იმ ხელა აქციებს, ხო? სამწუხაროა ეგ ძალიან. და რაც ჩვენ რასაც ვაკეთებთ იმას, რომ ჩვენ ვცდილობთ ის ადამიანები, ვისაც ეს თემა აწუხებს და ყველა ხედავს, რომ საკმარის ადამიანს არ აწუხებს ეს თემა, არასაკმარისად არის საქართველოს მოსახლეობა შეწუხებული ამ თემით, ჩვენ ვცდილობთ, რომ ის აქტიური ნაწილი, რომელიც ხედავს ამ პრობლემას, ის აქტიური ნაწილი შემოგვიერთდეს. ესე იგი, საკმარისად არ გვაწუხებს ჩვენ ქართველებს ეს თემა, მხოლოდ ხახოლს აწუხებს. და თუ ვინმე საკმარისად აწუხებს იმ ქართველ ვაშკაცს, გინდა ქალს და გინდა კაცს, აი იმ ქართველ ვაშკაცს მოუწოდებს, რომ შემომიერთდი მე ხახოლს, რომელსაც ჩემი ქვეყანა არ დამიცავს პუტინისგანო. მე შემომიერთდი, მე ვიცავ შენს ქვეყანასო. რომელი ქართველი ვაშკაცი შეუერთდება ხალხო ამათ? აი ამ ორ ხახოლს ვინ უნდა შეუერთდეს? და ჩვენთან ერთად ძალისხმევა გავწიოთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ პრობლემის შესახებ. თუ კი რამე ფაქტი არსებობს, ეს ფაქტი გავაშვიქოთ. აი მაგალითად ესე იგი, იცით ხალხო რა არის სასაცილო სატირალი რომ არ იყოს? ესე იგი, ეს ამბავი დაიწყო ჯერ კიდევ ამ იგილ ჰიუსის თემა, ჯერ კიდევ 2025 წლის იანვრის თვიდან დაიწყო რა. აი იანვრის თვიდან რომ დაიწყეს ლაპარაკი და არც ერთიდან თანუ გავწყდება ტელევიზია აქვთ. და რიგითი მოქალაქეების მიერ გადაღებულ კადრებს აშუქებენ. იმაზეც კი არ იწუხებენ თავს, რომ ადგნენ, გავიდნენ, გადაიღონ. რამე ქნან საერთოდ. იმასაც კი არ აკეთებენ. ვიღაცა სადღაცა რაღაცას გადაიღებს. ქართველი. ამაზე ნაკლებად რო გვაწუხებს. და იმას აიღებენ და დადებენ თავის გვერდზე და მერე ესე ყბედობას იწყებენ კიდე რაღაცა ჩვენ მაგრები ვართ. ლაპარაკობს რასაც ეძახიან, ხო? უნდა ვილაპარაკოთ საინფორმაციო სივრცეში ამ თემაზე. აბა რა, უნდა ილაპარაკონ ამათ მეტი კი არაფერი, უნდა ილაპარაკონ. თემაზე რომ მოსახლეობამ გაიგოს და ასე შემდეგ ეს ყველაფერი არ ოღონდ მოსახლეობა იღებს მაგ კადრებს, ესენი ლაყბობენ. მოსახლეობა იღებს. ესე იგი, მოსახლეობამ უკვე იცის და უკვე წუხს და უკვე მოუწოდებს ამათ მოქმედებისკენ, მაგრამ ესენი ლაყბობენ. წელიწად ნახევარზე მეტია ლაყბობენ და ყბედობაში გალიეს და დაანებეს ოცნებას დაემტკიცებინათ პროექტი, გაეყიდათ კრწანისი, გაეყიდათ გონიო, გაეყიდათ ბაზალეთი. მოკლედ რა. ეს საკეთებელი, იმიტომ რომ არ არის შეწუხებული ხალხი საკმარისად ხალხო მეგობრებო, არ არის შეწუხებული სამწუხ. აი ეს შეურაცხყოფა, აი ამ ხახოლს არ უნდა შერჩეს.
ქართველების აი ესე მოხსენიება აი ამ ხახოლს არ უნდა შერჩეს. ხალხი რო იყოს შეწუხებული ისე როგორც ჩვენ ვართ, საერთოდ არაფერი საკეთებელი აღარ იქნებოდა, ყველა გამოვიდოდა ქუჩაში და ჩვენში იგულისხმება ეს ხახოლი და მისი ხახოლი ძმა ოღონდ. სხვა კი არა. ისე როგორც ჩვენ ვართ ხახოლები. ესეც შეწუხებული თქვენ არ ხართ. მოსახლეობის ნება იქნებოდა იმდენად აშკარა და იმხელა ძალის დემონსტრირება მოხდებოდა მოსახლეობის ნების მხრიდან, რომ ვინც ძალის დემონსტრირება მოახდინა, ვინც გამოვიდა, ვინც ვილაპარაკეთ, ვინც მსვლელობა მოვაწყვეთ საპროტესტო, ჯერ კიდევ მაშინ, რისი გაკეთებაც არ უნდათ და რის გამოც დაიწყეს ჩემზე დარტყმები, მაშინ, რა ვიცი მე, დაგვცინოდნენ, გვანძღავდნენ, გვაგინებდნენ, აგრძელებენ. იმ წუთში შეცვლილა მაგ პოლიტიკას, მაგრამ თავრობა იმიტომ ახერხებს ახლა აი ასეთი მავნებლური პოლიტიკის გაგრძელებას, რომ ის საკითხი ეგრე აყენებს, ხალხს არ აწუხებს მეგობრებო, თქვენ საიდან მოგაქვთ რომ აწუხებს? ასეთი პრეტენზიაც არსებობს. სექტემბერში უკვე გვიანი იქნება. ხო? ასეულს აი ჩვენ გითხარით, რომ ჩვენ დავაანონსებთ აქცია სექტემბერში. ეხლა კარგად მოусმინეთ, აი ყურადღებით მოусმინეთ რა. 20 სექტემბერს ეს იქნება გენერალური შემაჯამებელი აქცია. სექტემბერში უკვე გვიან იქნება პრეტენზიაზე, მე გეტყოდით, რომ სექტემბერში კი არ იქნება გვიან, დღეს უკვე გვიანა, მეგობრებო. რატოა დღეს გვიან? შემთხვევით იმიტომ ხო არა? 2025 წლის იანვრიდან რო დაიწყო იგილ ჰილსზე საუბარი, თქვენ ლაპარაკს არ მორჩით. ჯერ მომწიფებული არ არის, ჯერ ხალხი ამისთვის მზად არ არის, ჯერ არ იმოქმედებს და რეაგირებას არ იქონიებს ამაზე ხალხი. ლაპარაკი ყბედობა. როდესაც ხალხი 2025 წლის 29 ივნის გამოვედით საპროტესტო მსვლელობით, მაშინ კანონი მიღებული არ იყო, ანუ ეს პროექტი დაკანონებული არ იყო. არც კრწანის სისხლპარკი იყო გაყიდული, არც გონიო არ იყო გაყიდული, არც ფული არ იყო დარიცხული ის მილიარდები და თქვენ რაკენით 29 ივნისის საპროტესტო მსვლელობა ხო გაამარგინალეთ. ხო გქონდათ ამის მცდელობა გაგემარგინალებინათ უბრალოდ. აქაც ხალხმა გადაგიარათ მერე. უკვე ნახა ხალხმა თქვენ რას წარმოადგენთ. ჯერ კიდევ ბევრი ნახავს ამის პირობას მე გაძლევთ. ამის მერე 2025 წლის არჩევნებამდე სექტემბერში დააანონსეთ. რაში გადაცვალეთ, რაში დააკონვერტირეთ სექტემბრის აქცია, მაშინაც არ იყო პროექტი მიღებული, მაშინაც არ იყო გაყიდული. საწავიდა სექტემბრის აქცია მაშინ. ამის მერე ადექით და არჩევნების დამთავრება აცალეთ. და არჩევნების მერე რა აცალეთ? იგილ ჰილსის პროექტის დამტკიცება, კრწანის სისხლპარკის გაყიდვა, გონიოს გაყიდვა, ქართულ ოცნებას ფულის აღება და კიდე ჩვენ ვართ კაცო ქართული ოცნების მართული ხალხი? აი ეს ყველაფერი ქართულ ოცნებას ვინ აცალა? შემთხვევით თქვენ ხომ არ აცალეთ? ამის მერე რა ხდება? 7 დეკემბერს აანონსებთ აქციას. გამოდის ხალხი წვიმაში და თქვენ რას აკეთებთ? ამ წვიმაში გამოსულ 15,000 ადამიანს
ხელში აჩეჩებთ გრაგნილებს, თქვენ ხო ზოგადად ასე იცით, რომ ეძახით ხალხს ბრძოლაში ქაღალდის გრაგნილებით. და აქციის დღეს ეს ხალხი, ეს გამოსული ხალხი, გულანთებული ქართველები, რომლებიც გამოვიდნენ, რა გააკეთეთ? გარდა იმისა, რომ ააკატავეთ და ჩააკატავეთ და რა გედინპიტაურებოდათ? ხალხი მან სადინპიტაუროდ არ იყო გამოსული. მან მოქმედებისთვის იყო ხალხი გამოსული. და სხვათა შორის თქვენ მაშინ დაანონსეთ პერმანენტული აქციები. და სხვათა შორის ისიც თქვით, რომ ეს აქცია პერმანენტული ხო იქნებაო ხო თქვით? და გარდა იმისა ისიც თქვით, რომ ქართული ოცნებაო თუ არ გაითვალისწინებსო ამ ხელმოწერების თემასო, მოვაწყობთ ოცნების და ხელისუფლების პიკეტირებასო, მთავრობის სახლის პიკეტირებასო, პარლამენტის პიკეტირებასო. მერე ხალხი ადექიდა დააბოლეთ, რომ ეს ხელმოწერები რამეს აკეთებდეს რა. ჯერ ერთი მოდი ახლა ხალხს მინდა აუხსნა, რომ ხელმოწერებს როდესაც აგროვებ, მინიმუმ წარმომადგენელი უნდა ყავდეს პარლამენტში. რა ვიცი, ხელმოწერებს აგროვებ იმათ წინააღმდეგ, ვინც იგილ-ჰილსის არაბიზაციის, მიგრაციის საფრთხე შეუქმნა საქართველოს და ქართველებს. და იმათთან შეგაქვთ თითქოს განსახილველად ეს თქვენი ხელმოწერები, ინიციირებული პროექტი. ვინც ეს საფრთხე შეუქმნა საქართველოს? და თქვენ რა გინდათ ახლა, რა ვიცი, ეგრე დააბოლეთ ხახოლები, კაცო, იქით. მაგათაც ვერ დააბოლეთ თქვენ, ისინიც არ მიგიღებენ. არც იქ ინამიგვიღონ, არც აქ ანამიგვიღონ, აი ზუსტად ეგ გჭირთ თქვენ. და ქართულ ხალხს აბოლებთ და ეუბნებით, რომ ჩვენი პროექტი დაინიცირეს და ვაშაურა. და განხილვა არ უნდა მაგ პროექტს, ვინ განიხილავს? თავის წინააღმდეგ ვინ განიხილავს მაგ თქვენს ხელმოწერილ პროექტს? ერთმართველი პარტიის პარლამენტი? და ეს გინდათ აჭამოთ ხალხს? ეგეთი, აი, აქაც რამოდენა შეურაცხყოფაა, რომ ეგეთი დებილები გგონიათ ქართველი ხალხი. და დაგვიანებულია, რო იძახი, უკვე დაგვიანებულია. და ვინ დააგვიანა? შემთხვევით, შენ ხო არა, რომელმაც ქართულ ოცნებას იგილ-ჰილსის პროექტის დამტკიცება დაუთმე, რომელსაც გააყიდინე, რომელსაც ფული ააღებინე, რომელიც არ გაანაწყენე შენი აქციებით. შემთხვევით, შენ ხო არ დააგვიანე. ხალხი გეძახდათ, ხალხი მოითხოვდა, მაგრამ თქვენ რას იძახდით, მაგალითად კარჭაული, როდესაც ველაპარაკე კარჭაულს მაშინ ჯერ კიდე კარგად ვიყავი კარჭაულთან. როდესაც მაშინ ველაპარაკე, ხატია, ჯერ ეს თემა მომწიფებული არ არის. აქ უნდა მოხდეს რამე ტრაგედია. ესე იგი, ვიღაცის შვილი უნდა შეეწიროს. ვიღაცის შვილი უნდა შეეწიროს. აი ამას იძახის კარჭაული, რომ აქ უნდა მოხდეს რამე ტრაგედია, რომ ამაზე ხალხმა იქონიოს რეაგირება და ხალხს რო აქვს რეაგირება, ხალხი მოითხოვს, ხალხი მოგიწოდებს, რომ გამოხვიდე და იმოქმედო და არ ილაყბო. ამაზე ხალხს არ აქვს ჯერ კიდევ შეგნებული რა პრობლემის წინაშე.
კინო დავაყენებ საკითხი მე გვიანი ხომ არ იქნება ის ხო არ იქნება უკვე გვიან არის აქ არის ლაპარაკი კოლოსალურ თანხებზე მილიარდებზე რომელსაც პირდაპირ ფულს აკეთებენ საქართველოს ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი ფულით თქვენ გააკეთებინეთ საქართველოს ხელისუფლებას მიწების გაყიდვით და სხვათა შორის თქვენ ხართ ის უღირსი ადამიანები რომლებმაც ჯერ კიდე ვაცალოთ კაცო კიდე გაყიდონ და მერე დავიბრუნებთ ხალხმა უნდა ნახოს რომ ესენი ყიდიან და თქვენ ეძახით ბიჭო ხალხს ოცნების შემოგდებულებს ვინც ოდნავ კრიტიკულ შეკითხვას დაგისვამთ ვინც კი ამაზე რამე კრიტიკული კითხვა დასვა ყველა ხომ მოღალატეებად შეგვრაცხეთ და ახლა გეკითხებით რით განსხვავდებით ბიძინა ივანიშვილისგან რომელმაც თავისი კრიტიკისთვის და ლანძღვისთვის ადგა და კანონი შემოიღო ზოგს ციხეზე უშვებს აპატიმრებს ზოგს კიდე აჯარიმებს თქვენ რა შვებით თქვენ ვინც კრიტიკულ კითხვას დაგისვამთ ну ახლა ბიძინას ოდენა ის არა გაქვთ რა გავლენები ჯერ მაგრამ სამაგიეროდ გაქვთ ხელოვნური ინტელექტი არა თქვენ ზოგადად AI-ც არ გჭირდებათ იმდენად ხელოვნური ინტელექტი გაქვთ რომ საერთოდ არ გჭირდებათ AI არც Gemini არც ChatGPT მე მგონი თქვენზე აეწყო AI-ც Gemini-ც ChatGPT-ც და ასე შემდეგ და ბიძინა თუ აჯარიმებს და აპატიმრებს თქვენ აშავებთ, ჭორაობთ, საშინელებებს უგორებთ ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს. ანუ ოცნების კომფორტზე მზრუნველი ხახოლები სხვას აბრალებენ ოცნების აგენტობას. სისტემის მართული ხახოლები რომლებიც აი ახლა ამ წამსაც კი ზრუნავენ ოცნების კომფორტზე და იგილხილსის კომფორტზე რომ ხელი არ შეუშალონ იქ ხეების მოჩეხვაში და საძირკველის ჩაყრაში ესენი ჩვენ პირადად მე ამ წამს მაბრალებენ ოცნების აგენტობას და იცით კიდე რა მაინტერესებს ჯერ ერთი ჩემს ვიდეოში სადაც მე ვილაპარაკე 20 სექტემბერი გვიანია და რა დროს 20 სექტემბერია თუ კი ეხლა უნდა გაიჩეხოს ხეები და თუ კი უნდა ჩაიყაროს საძირკველი 20 სექტემბერს რა აქციას ატარებთ თქო და მე ხალხს მოუწოდე რომ როგორ ფიქრობთ უნდა დაიწყოს თუ არა ახლავე და უნდა მოხდეს თუ არა იქ უკვე ხალხის მობილიზება და დაბანაკება თქო ამათმა რომლებიც ჩვენ გვეძახიან სუსის აგენტებს ამათმა ხახოლებმა რა გააკეთებინეს სექტას დაადებინეს ფოტო რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ კარვის მარცხნივ და მარჯვნივ მდგარი თეკლა და ხატია ჯერ მოდი იქიდან დავიწყოთ მე სიტყვა კარავი არ მიხსენებია თქვენ რა კონტექსტშიც დადეთ ის კიდე ცალკე მარაზმია და რატო ამ მარაზმი და რაზე ხართ წამსვლელები ამას ახლავე ვიტყვი მაგრამ თქვენ თუ სუსის მართული აგენტები არა ხართ და თქვენ თუ არ ხართ ის მარგინალები რომლებიც ოცნებას უწყობენ ხელს რომ იგილხილსის
არაბული ქალაქების მშენებლობაში ხელი არ შეეშალოთ ოცნებას საიდან იცოდით რომ დაბანაკებას ვაპირებდი მე და კარვების გაშლას ტყეპარკში პირადი საუბრიდან ამოღებული საიდან მოხდა თქვენთან მოდი ვიტყვი იმას რომ კი ვაპირებდი დაბანაკებას ძალიან ბევრი ადამიანი მომყვებოდა მაგრამ ამ ადამიანებს აქვე ამ ვიდეოთი ვეუბნები არას ჩემ გამო არა ხალხო თქვენ გამო ადამიანები რომლებიც კი არა და არა ადამიანები და უღირსი არარაობები რომლებმაც ეს ფოტო შექმნეს ისინი თქვენ ხალხს ჩაგაგდებენ ძალიან ცუდ დღეში ამათგან არის მოსალოდნელი ყველა ბინძური ქმედების ჩადენა სწორედ ამიტომაც არ მოხდება ტყეპარკში ჩემი ორგანიზებით დაბანაკება ვისაც ძალა შეგწევთ და ვისაც გაქვთ იმის შესაძლებლობა რომ ხალხის მობილიზება მოახდინოთ მეც ერთი რიგითი ქართველი აუცილებლად მოვალ რიგით ქართველად და არა ინიციატორად და აუცილებლად დავდგებით თქვენი ქართველების გვერდით მაგრამ ჩემგან ეს ინიციატივა ზუსტად იმიტომ არ ჩატარდება და განხორციელდება რომ ამათგან რომელთაც აი ეს ფოტო გააკეთეს ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან ყველა სიბინძურეზე წამსვლელები არიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ მან ძალიან ცუდი სცენები დაიდგას ერთმანეთს ვის შემოგვიგდებენ კიდე ესენი ეს სისტემის აგენტები ეს კიდე არავინ არ იცის და სხვათა შორის სანამ ამას გავაგრძელებდე მე მინდა ვთქვა რომ მაგ პარტიაში მიუხედავად იმისა რომ მე პარტიული არა ვარ მე მყავს ძალიან ბევრი ვაჟკაცი ქართველი ვაჟკაცი მგელი ბიჭები მეგობრები რომლებმაც შექმნეს ეს პარტია და მოგმართავთ თქვენ ბიჭებო აი ესენი ეხლა როგორადაც იქცევიან და რა სამარცხვინო სიტუაციაცაა ეხლა ეს თქვენს ღირსებას ეხება იმიტომ რომ პარტია რომელიც თქვენ შექმენით ქართველმა მგელმა ღირსეულმა ვაჟკაცებმა აი ხახოლები დგანან და პარტია აქციეს ქალებზე მოჭორავე და ქალებზე მებრძოლ ქალების წინააღმდეგ მებრძოლ პარტიად ეს შეიძლება ხახოლებისთვის მისაღებია მაგრამ ქართველი ვაჟკაცებისთვის ეს არ არის სახელი ეს არის ღირსების შელახვა და ამოიღეთ ხმა და იმოქმედეთ იმიტომ რომ თქვენი ღირსებაა მან შელახული ჩვენზე ქალებზე ლანძღვით და ქალებზე დარტყმით პარტია რო ქალების სალანძღავად კანტორად აქციეს და სხვათა შორის ერთ-ერთი ჩემი მეგობარი რომელმაც ამ ყველაფერზე ხმა ამოიღო და პოსტი დადო აი ამ ხახლუშკებმა აი ამათმა ადგნენ და დაარეპორტეს ის პოსტი სადაც ნოდარ გიგანი წერს რომ რედაქციეთ ეს პარტია ბიჭო სხვათა შორის მან პოსტში კიდე ეწერა ზოგი აკაკი წერეთელიაო ზოგი უაჟაფშაველაო ზოგი კიდე რაღაცაო ხო და აი აკაკი წერეთელზე მინდა ვთქვა რავი ხა აკაკი წერეთელს დავით გამყრელიძე
წერის მანერით არ გავს. არც ინტელექტით არ გავს და ფიზიკურად რატო გავს? წინაპრებში გაიკითხოს. რა ვიცი აბა. მოდი გავაკრძალოთ. თუ კი ვინმე პროტესტით უპირისპირდება, მათ მარგინალიზებას შეეცდებიან. ისინი შეეცდებიან, რომ სურათი დახატონ ასეთნაირად. ხალხი გამოდის ცოტა, არ აღელვებს ხალხს. გადაგიღებენ ფოტოებს, ვიდეოებს, იტყვიან, რომ არ აღელვებს ეს თემა ხალხს, ვიღაც მარგინალური ხალხი გამოდის, რომელსაც რაღაცა ესე იგი, ეხლა რაც ლაპარაკა ხახოლმა. ამას ლაპარაკობს თავის თავზე. ოცნების ამოცანა რა არის? ეს ყველამ კარგად ვიცით. ამათი ამოცანა რატოა ეს? აი ესაა საკითხავი. ზუსტად რაც ლაპარაკა ეხლა თითქოს ოცნების ამოცანაა და ოცნებაა ეგეთი. ზუსტად ერთ-ერთია თვითონ ოცნებისნაირი. რატომ? 2025 წლის 29 ივნისს, როდესაც ხალხმა, რიგითმა მოქალაქეებმა გავაკეთეთ საპროტესტო მსვლელობა, სხვათა შორის ხახოლის ცოლმა თამუნა გაჭარავამ უკვე დაშლილზე გამოუშვა დრონი და გადააღებინა დაშლილი აქცია, დამთავრებული აქცია და ამათ რაქნეს თავიანთ ტელეგრამ არხზე დადეს ფოტო აქციიდან, სადაც ჩანს მარტო მანქანა, მეტი არაფერი. და ოცნება რომ ხალხს ამარგინალებს, ეგ ძველია კაცო. ეგ ვიცით. აი თქვენ ვინც გენდოთ ხალხი იდეის ირგვლივ ვინ შეიკრიბა და თქვენ ეგონეთ გვეგონეთ ჩვენ სამწუხაროდ და ხალხს რო ეგონა ისიც ჩვენი ხალხის ბრალია რომ თქვენ იყავით ეროვნული აი ზუსტად ერთ-ერთი ოცნების მეთოდებით ეკცევით იმ ხალხს ვინც ამ თემაზე თუ საერთოდ საქართველოს სხვა პრობლემებზე იმოქმედა. თქვენ გაამარგინალეთ ხალხი. თქვენ დაიწყეთ 30 ივნისიდან 2025 წლის 30 ივნისიდან საგანგებო ლაივით ჩემზე დარტყმები. ვინ დაიწყო რომ არ გახსოვს? აი აქ ვიდეოში იმასაც გაიგებთ რომ არც ვიცი კაცო საიდან დაიწყო ეს მაღალ ფარდონად საიდან დაიწყო ეს ჩვენზე ლანძღვები და მე პასუხი არ გავცეთ მაგასაც მიუბრუნდები და მაგასაც განვიხილავ მაგრამ აქვეც მინდა ვთქვა აი მირზასნაირ ჭინკებს და უღირს ადამიანებს და კარჭაულისნაირ უღირს ადამიანებს ჩაიარონ მერე რა პარტიიდან რო გადმოპორტირდა ლელოდან აი ესეთ უღირს ადამიანებს რო ადებინებთ ეხლა მზა ტექსტებს თქვენს ნაჯღაბ ტექსტებს აი იქ სწორედ ამას აკეთებთ რომ არიცით თუნდაც მე დამიწყია თქვენზე დარტყმები. ხო, თქვენზე დარტყმები დამიწყია, მაგრამ 7 დეკემბრის აქციისთვის 2-დან 6 დეკემბრის ჩათვლით პიკაპის კუზაოზე ვიჯექი გამყინვარებაში. და იქიდან მოუწოდებდი ხალხს აქციაზე გამოდით თქვა. მე დამიწყია თქვენზე დარტყმები. ჯერ კიდე მაშინ უკვე ჩემზე თვეების წინ იყო დაწყებული ისა თვეების წინ იყო დაწყებული დარტყმები და არც კი შემიტყვია არც კი მithქვამს ხალხისთვის არც კი გამიგებინებია ხალხისთვის იმიტომ რომ ნიჰილიზმში არ ჩავარდნილიყვნენ
იმიტომ რომ ბევრი უმრავლესობა ამ ხალხის ჩემგან მოვიდა პარტიაში. და თურმე ამაზე რა არ უნდა ილაპარაკო, მაგასაც ნახავთ ბოლოში რა სიძახის. თურმე ამაზე არ უნდა ილაპარაკო, რაღაც პირადული რო გაკეთებული. პირადული ყოფილა საქართველოსთვის ომი, ბრძოლა. ესე იგი ამათთვის პირადულია, კი, პირადულია. ამათთვისაა პირადული. იმიტომ რომ ესენი არიან ის ადამიანები, წინა ვიდეოსაც თუ გადაავლებთ თვალს, იქ ერთ-ერთი ლიდერი საუბრობს, სწორედ მაგაზე ხაზგასმით, რომ დიახ, პარტიული ქულისთვის მჭირდება მე მიგრაციის საქმე. დიახ. გავაგრძელოთ. არა პრაგმატული რაღაც შიშები აქვთ. და შესაბამისად კი არ გააჩერებენ უფრო პირიქით პედალირებას მოახდენენ მაგ თემის და პირიქით უფრო აქტიურად გააგრძელებენ. ჩვენი ამოცანა არის, რაც შეიძლება მრავალრიცხოვანი აქცია გამოვიყვანოთ. ჩვენი პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა ხომ მაგაში მდგომარეობ. რა თავმდაბლობა ჩვენ ხომ მე ხომ ჩემზე მეტად ხომ არ რამოდენა თავმდაბლობა რა კდემამოსილება აქვს ამ ხალხს ამას. ჩვენ ყველას მივესალმებით. ღვნის თუკი ვინმე რამე საკეთებს მაგ თემასთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში იქნება ეს თუ საინფორმაციო თვალსაზრისით იქნება თუ ნებისმიერი პატარ-პატარა აქციები იქნება თუ ყველას მივესალმებით. მაგრამ ლანცვაგინებით ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი. იმისთვის რომ ქულები ჩაეწეროთ ოღონდ ის კი არიციან რომ ამათთან არავინ არ გამოვა. აი ერთი აქცია და ან თუნდაც აი წინა აქციებს თავი გავანებოთ ზოგადად ძალიან ბევრი აქცია რაც ჩატარებულა თუნდაც წინა საარჩევნო თუნდაც რა ვიცი თუნდაც აგერ ხა სოციალურ თემაზე რაც ჩატარდა ასოციაციიც რო არ ყავდათ აქციაზე დააკვირდით აი ახლა 12-დან რო იწყებენ პატარ-პატარა აქციებს რა ხმამაღლა ჟღერს ხო პატარ-პატარა აქციებს ეს არ გაამარგინალებს ის პატარ-პატარა აქციები აი ახლა დააკვირდით ყველა აქციას 12-დან რაც დაიწყება აბსოლუტურად არ იქნება განსხვავებული სახეები აი ესე ააკატავებენ ჩააკატავებენ იმათაც თავიანთი ფულით ეხლა ხო ითხოვენ ფულს ჩაგვირიცხეთ ჩვენ აქციებს ვიწყებთ. ეხლა ხო იწყებენ ამას. ხო და დააკვირდით აბსოლუტურად ყველა ფოტოს იქნება თუ ვიდეოს იქნება. შეიძლება ეხლა ამ ნათქვამის მერე საერთოდ არც ანახონ სურათები. ფოტოები არც კი დადონ. მაგრამ თუ დადეს დააკვირდით ყველას სადაც იქნება შეხვედრები. აბსოლუტურად ყველგან იქნება ერთი და იგივე სახეები. აბსოლუტურად ყველგან ერთი და იგივე სახეები იქნება. მე გოგი ამოგვევლინება ჟურნალისტად და ისა ელის ბარაშვილი ოპერატორად. ჩვენ არ შეგვიძლია უპასუხისმგებლოდ მივუდგეთ ამ საკითხს და სურათი გამოვიყვანოთ ისე რომ ეს ხალხს არ აწუხებს ეს თემა. ეს სურათი არ შეიძლება. ამიტომ ჩვენ როგორც პოლიტიკური ძალა, ჩვენ სხვა გამოწვევები გვიდგას და სხვა პრობლემები გვიდგას. ჩვენ ვერ მიუდგებით ამას უბრალო მოქალაქის გადმოსახედიდან. ვერ მიუდგებიან ესენი მოქალაქის გადმოსახედიდან, კაცო, მოქალაქე ამათ რისთვის ჭირდებათ? მოქალაქე იმისთვის ჭირდებათ, რომ დარიცხოს ფულები, საწევროები, საწევროს ზემოთ კიდე სხვა თანხები. ფულმა ფულს და ბოლოს ესენი. აი ესე ფული, მაგრამ ესე უბრალო მოქალაქის გადმოსახედიდან ესენი ვერ იხამთვან რას ლაპარაკობ. მოქალაქის ერთადერთი ვალდებულება ფული მოიტანოს.
მოქალაქეს ვინ კითხავს აზრს, კაცო? ვინ არის მოქალაქე? რატო უნდა დამარიგოს მე ხახოლს ჭკუაო? მე ხახოლმა, რომელსაც ჩემი ქვეყანა წიხლზე მკიდია, ვინ კითხავს ქართველს, კაცო, საქართველოში მე რას ვიზამო? მე რასაც ვიზამ, ან მაგას მოყვეს? ან არა და მოღალატეაო? აი ზუსტად ერთი არის ქვეტექსტი ეს. აქციების ჩატარების გამოცდილება ჩვენ გვაქვს. თუ კი ვინმეს აქვს, ამართავთ. მეტი საქართველოში გაწყდა ქართველი. ისე რა მაინტერესებს იცით? აი რატო ამარგინალებინებთ აი ამ ხახოს იმ პარტიაში ქართველი გაწყდა? ქარდავა ბუტაფორია ხარ მან? თუ რა ვიცი, მე მგონი რომ პარტიის თავმჯდომარე ხარ, კაცო. ბუტაფორია ხარ მან? ისე ძალიან აი ყბილაზე ნათლად სადაც ჩანს ხახოლები აი ეს ორი ხახოლი რასაც წარმოადგენს ამ პარტიაში ეხლა განახებთ არჩევნების დღეს ქარდავა რო შევიდა საკრებულოში აი იმ დღის გადაღებულ სურათს ოღონდ დააკვირდით კარგად კადრს აი ან ამ ქარდავას რა უხარია ეს მიამიტირო დგას დოინ შემოკრული პიჯაკზე და აი ამ ორს დააკვირდით ახლა აი ბოღმას რო ანთხე აი მარკერია ეგა აი ეს არის მარკერი და ესენი ამბობენ და ესენი აბრალებენ ხა ჯერ ერთი მე პარტია საერთოდ არა ვარ ხატია გვებრწვის და ესენი რომელთაც ის ვერ აიტანეს ის კი ვერ დამალეს რომ ქარდავა შევიდა საკრებულოში აი ისიც კი ვერ დამალეს და ამის მერე ესენი სხვას აბრალებენ შიგნით ერთობის დაშლას ერთობა თვითონ დაშალეს ხახოლებმა ესენი სხვას აბრალებენ დაშლას ხალხნო მეტიც იმდენად დაშალეს ერთობა რომ ერთადაც ვერ ჯდებიან და აქაც კი ფულს აბრალებენ, ფინანსურ რესურსს აბრალებენ, რომ ფინანსური რესურსის არ ქონის გამო ჩვენ ცალ-ცალკე ვიწყებთ ანალიტიკასო. რა ვიცი, ფინანსური რესურსი რაში არ გეყოთ, თუ ცალ-ცალკე ყოფნით. სკამი არ გეყოთ, სკამი ვერ მოგიტანათ, აი ფაიკას მიერ ნალანძღმა ბებოებმა. ხი ფაიკ მერევით. ავნალიკო სისმინდა უთხრა, რომ რა ვიცი, აი ნაცებს რანაირად გადავასწარი, კაცო. თუ რამე სიბინძურე იყო და აირჩიე, აგე გამოვედით და ჩამოვწევდით. რომ სოფლიოში კიდე ამ ქვეყანას სახელი უთმეოდა. და მეგე ლალი. ამავე რომ დადგავ კითაზე კბილებს რომ ჩააგდებში, ჩაიხედი იქ რომ რაღაც ხელი მაინც გამოისახოთ. რო გამოვიფოთ ხოლმე ეს ვიღაცა ბრძენები. შენ ხელებს უკვე ძინაოთ და სხვათა შორის მაგტიფიც და სარგებლობენ. ეს მაგ ემორეს ბებია ქალები ვიღაცნაირი.
რა მნიშვნელობა აქვს ჯერ რა მარაზმი დაიდო რა სამარცხვინო ვიდეო დაიდო და ამას ყველა ტაშს უკრავთ მათ შორის სასულიერო პირები რომ ვისი მხარდამჭერიც გინდა იყოს მოხუცი ბებო პროტეზი ჩადე ჭიქაში ნახეთ ვიდეო უბრალოდ და აი ამას რო ტაშს უკრავ ამაზე რო გეცინება და ვაიმე როგორი იუმორი აქვს ფაიკას რა მაგარი იუმორი აქვს ფაიკას და ამაზე ხარხარებთ ბიჭო და ეგეთი ბებოები გაფინანსებენ ბიჭო პენსიები მოაქვთ თქვენთვის აი თქვენთან რომ მოდის ის ბებო პენსია რომ მოაქვთ თუ ბაბუ რა მნიშვნელობა აქვს პენსიონერი მოხუცი რომ მოდის თქვენთან და თქვენი იმედი რო აქვს თქვენ უღირსებო უმადურებო და კიდე ხალხს ხალხს არ ეკითხება კაცო ჩვენთან რა ეკითხება ხალხს რა უფლება აქვს რამე გკითხოს შენიშნა მოხდეს ნე ესეთმა ბებომ რაღაც კრიტიკული შენიშვნა რომ მოგცეთ აი იმ ბებოსაც ეთქვით ალბათ წადი და პროტეზი ჩადე ქალო ჭიქაშიო ხო და თქვენ გაქვთ ბიჭო ხახოლებს როგორ ალანძღიებთ ბიჭო ხახოლებს ქართველებს და როგორ გახდით ბიჭო ამ ხახოლების მონები მარიონეტები ბიჭო ფუ მართლა მიმიფურთხებია თქვენი კაცობისთვის და პირდაპირ გეუბნებით რომ არ შეიძლება საკითხის მიმართ უპასუხისმგებლოდ მიდგომა ამ საკითხს ჭირდება ყველა უპასუხისმგებლოა ამად გარდა პასუხისმგებლობა ქართველს არა აქვს თურმე საქართველოს მიმართ მოქალაქეობრივი ხახოლს ქონია პასუხისმგებლობა საქართველოზე ხახოლს რომელსაც თავის ქვეყანაზე არ აქვს პასუხისმგებლობა თავის ქვეყანაზე სიხარულით რომ ამბობდა სამ დღეში მიწასთან გასწორდებაო ვაშაურა პუტინსო და ამას აქვს საქართველოზე პასუხისმგებლობა თუკი რამე შეგვიძლია ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში აი ამას შეუწყოთ მხარი და არა ისე მოვიქცეთ რომ საერთოდ ხელი შეუშალოთ ბევრი ადამიანი რომ გამოვიდეს ქუჩაში კიდევ ვიმეორებ ყველას ვისაც რა უნდა იმ ტიპის აქტივობა გასწიოს ამ საკითხთან დაკავშირებით ყველას როგორც მიაჩნია სწორად დიახაც ქართველს როგორც მიაჩნია სწორად ზუსტად ისე მოიქცევა არა ბიჭო ზელენსკის დავეკითხებით და ხახოლებს კიდე რა გინდათ ქართველი დავეკითხებით ქართველები ხახოლებს რამოდენა ისაა კაცო ამბიცია საკითხის ისე დაყენება რომ აი რაღაცა ასე რატო კეთდება ასე არ არის კარგი ყველას უნდა ესმოდეს რომ ჩვენზე მეტად არ ვიცი ხა ვიღაცა თუ ნერვიულობს ამ თემაზე რა ვიცი ერთმა გაუმარჯოს რა ვინც ჩვენზე მეტად ნერვიულობს და ვისაც ჩვენზე მეტად აერებს ასე საკითხის დაყენება არ არის საჭირო კაცო ჩვენ ნუ მიგვითითებთ ეს ასე არ არის კარგი ის ისე აი რა გითხრათ პირველ რიგში ჩემ თავს არ ვპატიობ იმას რომ აი ეს უღირსი უმადური ადამიანები თქვენს წინაშე
წლები წარმოაჩინე, როგორც აი საქართველოს მხსნელები. აი რამ დამაბრმავა და რამ დამაყრუა, რამ აი მაპატიეთ ხალხო რა. ბოდიშს გიხდით აი იმ ყველაფრისთვის, რასაც ამათზე გეუბნებოდით ხახოლებზე. აქ არის ხახოლებზე საუბარი, ღირსეულ ქართველებზე კი არა, რომლებმაც პარტია შექმნეს. აი ამ ხახოლებზე როგორ გეუბნებოდით, ბოდიშს გიხდით ამისთვის. მაპატიეთ. იმიტომ რომ მეც დაბრმავებული ვიყავი. დაახლოებით ნახევარწელზე ცოტა დიდი დროა გასული ჩვენი წინა აქციიდან, ხო? მაშინ რაღაცა არ გამოვიდა საკმარისი რაოდენობა, ხო? ადამიანებმა რო დაინახეს ის აქცია, ეხლა უნდა დაინახონ, რომ ის პროცესი კი არ ჩაცხრა. ეხლა უნდა დაინახოს ყველამ, რომ ის პროცესი არის მზარდი. და ნახევარი წლის წინ რომ გამოიყვანეთ ხალხი აქციაზე და ნახევარი წლის წინ რომ ქაღალდის გრაგნილები შეაჩეჩეთ ხელში ნაცვლად იმისა მოქმედებაზე გადავსულიყავით ხალხი რომ დააბოლეთ ნახევარი წლის წინ გამოსული ხალხი რომელიც ითხოვდა მოქმედებას და არა კატაობას რატო იგილხილსის ოფისზე არ გააკეთეთ? მითითება, რატო ბიძინა ივანიშვილზე სიტყვა არ ითქვა? რატომ ხალხო? რა მოიტანა იმ აქციამ? გარდა იმისა, რომ ჩვენ რა ბევრი ხალხი გამოვიყვანეთ. ხალხი, რომელიც ქმედით ნაბიჯებს ითხოვდა და არა სეირნობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ქართული ოცნების ამოცანა იცით რა არის? ქართული ოცნების ამოცანა არის, რომ ეს ყველაფერი რა პროტესტი. ძალიან კარგად იცის ამ ხახოლმა ქართული ოცნების ამოცანები. ზედმიწევნით კარგად იცის. კიდე ჩვენ ვართ ქართული ოცნების აგენტები. არსებობს ჯერ ხო არ არის უმრავლესობაზე მოდებული. ჯერ ხო არ არის იმდენად გაზრდილი, რომ უმრავლესობა გაიზიაროს, ხო? და ქართულ ოცნებას უნდა ეხლავე, დღესვე ეს პროცესი დაფიქსირდეს რაღაც არაადეკვატურ ფორმებში, რომ კლებისკენ წავიდეს. ქართულ ოცნებას უნდა რომ არაადეკვატურ ფორმებში მოეწყოს აქციები და კლებით წავიდეს. კაი. ხახოლი იძახის რომ ჩვენ ქართული ოცნების აგენტები ყოფილვართ თურმე. ჯერ კიდევ საკითხავია 28-29-ის აქცია რომელიც დაანონსებული მქონდა და რომელიც დამიხარვეზეს და ეხლა მირზა თევთიძე იმით რომ აპელირებს რომ ხატია ჯანაშიამ ერთი თვით ადრე რომ დაანონსა აქცია რატო ჩაიშალა და რატო გააუქმაო ჯერ საკითხავია ვინ დაახარვეზებინა ეს აქცია შემთხვევით რამე ხომ არ ხდება იმ დახარვეზებასთან კავშირში ხო არ არის ვინმე ხახოლთაგანი მეორე კრწანისის ტყეპარკში ხალხი ითხოვს დაბანაკებას ხალხს უნდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ხო ამბობთ კაცო რომ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ რა ვიცი მიესალმება ხახოლი ხალხს ბიჭო ისეთი მარგინალიზაცია დაიწყეთ მე ჯანდაბას არა პრობლემა წერეთ და იკითხეთ ისიც კი იკადრეთ რომ ემიგრანტს ჩააწერინეთ სხვათა შორის გაბოროტებულ ემიგრანტს, რომელიც ერთ დროს გვემეგობრებოდა მე და სიდონიას.
ხო და ეს ადამიანი ჩვენ გვემეგობრებოდა 2022 წელს, როდესაც უკრაინა-რუსეთის ომი დაიწყო, მაშინ დავიწყე საქართველოს უპირველეს ყოვლისა მოძრაობა. ჯერ ზუგდიდისთვის დავბეჭდე ემიგრანტების და ადგილობრივი მოქალაქეების მოსახლეობის დახმარებით და ჩემი რესურსებით ბანერის ბეჭდვა, მერე თბილისისთვის დავბეჭდე უზარმაზარი 52 კვადრატული ბანერი დავბეჭდე, რომელიც ბარათაშვილის ხიდზე გადმოეფინა 2022 წელს. ასევე დაიბეჭდა სტიკერები ძალიან ბევრი და რო იძახის ეს ემიგრანტი რომ აიმეო ჯერო ამ პასუხობდაო მერე მითხრაო ისა უთხრესო და მერე მიპასუხაო და რო გაიგო ფული და აირიცხაო მერე ვაიმე საყვარელი გავხდიო ეს ადამიანი ან მაშინ იყო ეგეთი რაღაცა რომ ვისაც გაქვთ სურვილი მიიღოთ წვლილი ამ ყველაფერში თქვენ და თქვენი მონაწილეობა მიიღოთ ხო ვინმეს და რამე დავაწერეთ ან ოდესმე მithქვამს მე პარტია ვარ თქო იყო საქართველოს უპირველეს ყოვლისა ბანერების ბეჭდვა ასევე დაიბეჭდა სტიკერები ძალიან ბევრი 10,000-ობით სტიკერი დაიბეჭდა, რომელიც დარიგდა მთელ საქართველოში. ასევე დაიბეჭდა პატრიარქზე ბანერი, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა სიკვდილი უსურვა ჩვენს უწმინდეს მაგნაძირალაკალმა. ასევე დაიბეჭდა სალომე ზურაბიშვილზე ბანერი, რომელიც ვათრიეთ და დაიწვა. ასევე დაიბეჭდა სტიკერები მაკდონალდსზე, ჭყონიაზე და სულაკაურის გამომცემლობაზე. ასევე 8 ივლისისთვის 2023 წლის 8 ივლისისთვის მე და სიდონია 2 კვირით ადრე ფეხით დავდიოდით მთელს თბილისში და პულვიზატორებით ვაწერდით ანონს. რატომ? იმიტომ რომ საიტები იბლოკებოდა. და იმიტომ რომ ერთადერთი გამოსავალი რაც ვნახეთ, ეს იყო პულვიზატორით კედლებზე მიგვეწერა ანონსი. 8 ივლისის აქციისთვის. 2 კვირა დავდიოდით ფეხით მთელი თბილისი. ასევე თურმე ასე იგი ტანსაცმელი არ მქონით ჯერ რამოდენა რა ვიცი მე რა აი არც კი ვიცი რა ვთქვა ტანსაცმელი არ მქონია თურმე ვიღაცას ტელეფონს ვაწაპნიდი ეს ტელეფონით რაც მაგ დაბადების დღეზე თვითონ სიურპრიზი გამიკეთეს ემიგრანტებმა და სიდონიას დაუკავშირდნენ და მაგის ვიდეო ცდებს არც კი ვიცოდი ამ საჩუქარს რომ იკეთებდნენ მაჩუქეს ეს ტელეფონი დაბადების დღეზე და იმას რო იძახი კი მაგ დროს ემიგრანტები რიცხავდნენ 3 იმდენს მე და სიდონია ვამატებდით რასაც ემიგრანტები რიცხავდნენ რატომ იმიტომ რომ ღამის 3 საათზე 4 საათზე დილის 4 საათზე ჩვენ ფეხით დავდიოდით და კიდე სადმე რაღაცას რომ მოგვაწვდენ ინფორმაციას ეხლა უკაცრავად და საბურთალოდან ვარკეთილში ვაზისუბანში და ავლაბარში ფეხით ვერ გავიქცეოდით ამიტომაც დავდიოდით ტაქსით დიახ იყო ეგეთი რაღაცეები და კიდე ერთი დაგავიწყდათ მანდ აი ამ ბრძოლაში და ომში რო ვიყავით მე და სიდონია შიგადაშიგ საჭმელსაც ვჭამდით რო გაგვახსენდებოდა მიკნავლებული რო ვიყავით უკვე ძალა გამოცვლილები და ყავასაც ვსვამდით ეს დაგავიწყდათ ამის თქმა აი ესეთი სამარცხვინოები როგორ ხართ ბიჭო როდის მე დამიმალავს სხვათა შორის მაშინ რასაც ემიგრანტები აი ამ აქტივობებისთვის გვეხმარებოდით გიორგი გოგიას რომელიც ბრძოლაში ეძახის ხალხს ქაღალდის გრაგნილებით მაგრამ ყველაფერი დეტალურად იცოდა და მარინა ქუნთელიას ადამიანს რომელსაც პატივს ვცემდი ადამიანი რომელიც ჩემთვის ბავშვობის რა ვიცი კუმირი იყო ქალი რომელთაც ვამაყობდი
აი ეს ქალი დგას და კომენტარში წერს ვაიმე გენაცვალეთ ემიგრანტებო აგერ არის ჩემი სიძის ხახოლი ირაკლი მარტინენკოს ანგარიში და მანდ დარიცხეთ სახელის გატეხვას თავის გატეხვას ჯობიაო და ვისაკ სახელი გატეხილი და ვინ არის ამ ქვეყნის მოღალატე ძალიან კარგად ჩანს თქვენი ხახოლის სიძის ხახოლ ძმას როცა პირი არ გააჩერეს და ჩემზე საშინელებებს ლაპარაკობდნენ პირდაპირ ეთერებში და პასუხი ვერ გამცა გრცხვენოდეთ უბრალოდ აი გრცხვენოდეთ უნდა გამოვიდეთ და არ დავიშალოთ სანამ არ მოგვარდება ეს პრობლემა ასეთი აზრიც არსებობს მე საერთოდ კიდევ მიმეორებ მეგობრებო ყველას მივესალმები ვინც ამ პრობლემის გადასაჭრელად აქტიურია ვინც ფიქრობს ამ პრობლემის გადასაჭრელად ვისაც თავისი პოზიცია აქვს თავისი აზრი აქვს ყველას გაუმარჯოს გვერდო აი როგორი რაღაცაა იცით ახლა რო არ ვიცოდე ხალხს როგორ გვებრძვიან და ხალხის გამარგინალება როგორ დაიწყეს ამათმა აი ვინც ამათ არ იცნობს ვისაც ამათგან არ მიუღია ის ლანძღვაგინება ის საშინელებები რაც ჩემზე ხა აგორეს ხო ვიღაცისთვის ვაიმე რა მაგარი ხალხი მიესალმებიან კაცო რა მიესალმებიან ხალხო ეგრევე ჩანასახშივე კლავენ ხალხს უკლავენ on ჩემთან ეს არ გამოგივათ ხახოლი ქართველს ვერასოდეს ვერ ჩაუკლავს საქართველოს დაცვის ჟინს და პატრიოტობას ეს თქვენ ხართ სამარცხვინოები თქვენი ქვეყანა რო ვერ დაგიწვიათ და საქართველოს დამცველ პატრიოტებად რომ ევლინები თვითონ ხალხს უღირსო სამარცხვინოებო ყველას უსურვებ წარმატებას თუ კი რამით შეგვიძლია ყველას დავეხმარებით თუმცა ვეცადოთ რომ ჩვენი პროტესტის ფორმაც იყოს ისეთნაირი რომ ამას ისეთი ადამიანები რომ დაინახავენ ვინც ჯერ არ არიან ჩვენსკენ ვინც ჯერ არ არიან ჩვენსკენ იდეისკენ არა კაცო იდეისკენ არა აი ამ ხახოლებისკენ ვინც არ არიან ამათ იდეას რომელ იდეაზეა საუბარი კაცო რომელ იდეაზეა საუბარი შიგნიდან დაყვეს დაშალეს მერე ცალცალკე დაჯდნენ ისიც ფინანსებს დააბრალეს რა ვიცი კვირაში 3 დღე ქონდათ ერთობლივი ანალიტიკა ეხლა ყოველ დღე აქვთ რომელი უფრო მეტი გამოდის ფინანსები რომელში უფრო მეტი იხარჯება კვირაში 3 დღე რო ქონდა თუ ყოველ დღე რო გაქვთ ან რა ვიცი თქვენ 4-ის ანალიტიკა თუ ფინანსებთანაა კავშირში რა ვიცი ის დანარჩენი 4 როზის იქ მაგათთვის არ არის კავშირში ვის აბოლებთ რას ატყუებთ სად არის ხახოლის მოსატყუებელი ქართველი ის ადამიანი რომ დაინახავს ჩვენს პროტესტს ის დაფიქრდება და ჩათვლის რომ ეს პროტესტი მზარდია მეც შეუერთდები მე მგონი აზრი ანუ არანაირი პრობლემას მეც დავდგები იმათთან ერთად რა პრობლემაა რომ დავდგე და კიდევ უფრო მეტი ადამიანი კიდევ უფრო გაძლიერდება ეს პროტესტი ხო აი ეს არის საჭირო ჩვენი დღევანდელი გამოწვევა სწორედ ამაში მდგომარეობს რომ ხალხი შემოგვიერთდეს ხალხი ვინც არ არის დარწმუნებული ის დავარწმუნოთ ჩვენი გამოწვევა ამაში მდგომარეობს და როგორი კეთილშობილური განცხადება
როგორი კეთილშობილური განცხადება რომ არ აღჭობდეს ეგო ყველა ის წარმოდგენა რომელიც საკითხს და სურათს ისე ხატავს თითქოს ხალხი უკვე ყველა მთელი საქართველო მაქსიმალურად ამ პრობლემის მოგვარებაზეა ორიენტირებული და რატო ვერ გვარდება თითქოს არ ვიყო მეგობრებო რა არის იცით აი არ არის ეგრე არ არის მთელი საქართველო მობილიზებული ამ პრობლემის მოგვარებაზე მე მაგალითად აი ამ მთელი ვიდეოს განმავლობაში რამდენჯერ ახსენა ამ ხახოლმა ხალხი არ არის კაცო არ არის ამ თემით არ არის ისა შეწუხებული არ აწუხებს კაცო ქართველს ეს საქართველოში ამითი არ არის აი რამდენჯერ ახსენა აი ეს შეურაცხმყოფელი ფრაზები ქართველების მისამართით COVID webs თავს იმიტომ რომ ეს პრობლემა რა ყველას ისე აღელვებდეს რომ აქტიური ნაწილი მაშინ არ იარსებდა ეს პრობლემა და ჩვენი ამოცანა ზუსტად მაგაში მდგომარეობს ის ადამიანები უნდა შემოგვიერთდნენ მეგობრებო ყველასთვის ჩვენი კარი ღია ჩვენ ყველასთვის სათვალთ რომ ყველა შემოგვიერთდეს ყველა ამათი კარი ყველასთვის ღია ოღონდ არავინ არ მიდის ამასთან ყველამ ნათლად დაინახა ეს ხახოლები ვინ არიან აი ამ ხახოლებმა გააფუჭეს სიტუაცია ყველამ ძალიან კარგად დაინახა თუნდაც კიდე ერთხელ განახებთ ახლა იმ კადრს არჩევნების ღამეს რა კადრიც დაიდო ჯერ შიგნით გუნდში რო გწყინს თანაგუნდელის და მით უმეტეს პარტიის თავმჯდომარის გამარჯვება და საკრებულოში შესვლა აი ყველამ ნათლად დაინახა ამა ყარები ღია აქვთ ეთყობა ისე აქვთ ღია ორპირ ქარში გაეყინათ თავები ისედაც არაფერი არ ქონდათ თავში და კიდევ უფრო გაეყინათ თავები და გადავიდნენ ლანძღვაგინებაზე ქალების გამარგინალებაზე ქალების მიწასთან გასწორებაზე და ამაში იყენებენ საწოდავს საწყალ თეთრსაბუთიან ფსიქიურად გაუწონასწორებელ ქალებს და ქალთმოძულე კაცებს აი ამათ იყენებენ იმ ადამიანების გასამარგინალებლად რომლებიც მართლა უანგაროდ დავდივართ და ვაკეთებთ საქმეს ჩვენ არ აქვს ფული რომ გქონდეს ფული ფულმა ფულს ფულით ფულო ბიძინა ივანიშვილივით ფული რომ გქონდეს ერთიანობას გაჩვენებდით როგორც იცით ხო ხახოლი გვეუბნებოდა ქართველებს გიყიდდითო ბიძინა ივანიშვილივით ფული რომ გქონდესო მეო თქვენო გიყიდითო როგორ ერთიანობას გაჩვენებდით ისე საქართველოში რომ ჯერ არ ნახულა არ აქვს ფული ხა ეგ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ერთიანობაში ხო ეხლა ვიღაცა რომ გაგვიერთიანდეს ეხლა ეგ გასაგებია რომ აი ხა დააკვირდით კარგად რა სამარცხვინო რამეს იძახის უანგარო ერთიანობა უანგარო ერთიანობა გვაქვსო უანგარო ერთიანობა გვაქვსო ხალხო და აი ხლა მოусვინეთ ვიდეოს ვისაც გინდათ ფასიანი კითხვების დასმა და ჩვენ ფასიან კითხვას პრიორიტეტულად ვკითხულობთ ვისაც გინდათ ფასიანი კითხვების დასმა და ჩვენ ფასიან კითხვას პრიორიტეტულად ვკითხულობთ სხვა რაღაც დატვირთვები არ აქვს ჩვენს ერთიანობა და არსებობს ეგეთი არა სხვა დატვირთვები არ აქვს უბრალოდ ხალხს ამადლიან იმას რომ ყოველ სიტყვაში რომ ჩვენ რო ვაკეთებთ ისეც ვინ აკეთებს და ვინმე რო შეახსენოს ხალხი რამდენს აკეთებს პირადზე როგორ საუბრობთ კაცო პირადზე პრობლემაც რომ არ უნდა ზოგს ეგრე რაღაც მომენტში დგება სიტუაცია ასე როცა გადამწყვეტი მომენტია თქვა ეს არაბიზაციის თემა თქვა არჩევნებია როცა ჩვენი და
ოცნების ინტერესები იყოფა, ხო? ოპა! როცა ჩვენი და ოცნების ინტერესები იყოფა. ანუ მანამდე ერთნი იყავით? ანუ ამას იძახი? რომ თქვენი და ოცნების ინტერესები გაიყო. მანამდე ერთნი იყავით, ხო? და კიდე ჩვენ ვართ კაცო ოცნების ხალხი? არა აქვთ ფული. მიდით პენსიონერო, ბებოებო, ბაბუებო, თქვენი პენსიები დაურიგეთ, მერე რამე კითხვა რო გაგიჩნდებათ კრიტიკული, პროტეზი ჩადეთ ჭიქაში და გადით ქალო აქედანო გეტყვიან. მაგ მოტივით ნურავი ნუ გაგვიერთიანდება. არავის. ერთი ფაქტი დადეთ. თქვენ მართლა ხახოლებო. ერთი ფაქტი დადეთ. ვინ მოვიდა იდეის გარშემო ანგარებისთვის. თქვენი გადმოსახედიდან ნუ უყურებთ ბიჭო ხალხს. თქვენი გადმოსახედიდან ნუ აფასებთ ბიჭო იმას რასაც თქვენ აკეთებთ. ხალხს ნუ აბრალებთ. როგორი სამარცხვინოები ხართ და როგორი საცოდავი ნაძირლები ხართ. უღირსი, უმადური არარაობები. შეუძლია აქციაზე მოვიდეს კონკრეტულად ამ თემაზე იქნება აქცია, მეტი არაფერზე. აქციის თემა იქნება ასეთი, არა მხოლოდ არაბული ქალაქები, მეგობრებო. აქციის თემა იქნება ზოგადად იმიგრაციის გაკაცრება, შეზღუდვა ჩვენი შემოდიდა გაკაცრება და საქართველოში საერთოდ იყიდება ბინადრობის უფლება, რომ იცოდეთ. იყიდება. და ამ ბინადრობის თავის დროზე ხახოლ მიგრანტებს მიყიდეს ბინადრობის უფლება. ნეტა მაგაზე თუ აქვს პრეტენზია რატომ იყიდეს? თავის დროზე მიყიდეს ამათაც ბინადრობის უფლება. აქ ქართველებს რომლებსაც გვამუნათებს ეს თითქოს ჩვენ არ გვაწუხებს მიგრაციის თემა. ხო და ეხლა გეკითხებით კაცო. აქ არაბები, პაკისტანელები, ინდუსების კანისფერი გვაღიზიანებს თემა კი არ არის. აქ მიგრანტებს წლებია რომ იყიდეს საქართველოში ბინადრობის უფლება ზუსტად მაგაზეა საუბარი. აი ამათაც წლების წინ მიგრანტებს საქართველოში მიყიდეს ბინადრობის უფლება. იყიდეს ამათმა. აპროტესტებენ. ერთი ამათ ვკითხოთ. პასპორტებში მამის სახელის და ეროვნების აღდგენაზე რა აზრის არიან? ნეტა. შეუძლია შემოგვერდეს რა ჩვენ არ დავაორგანიზებთ და სხვა რეგ როგორ უზრუნველყოთ ახლა სხვა თუნიმე დააორგანიზებთ აორგანიზოს არაფერსაც ეძახება მაქსი არ აქვს მაგრამ ჩვენ ორგანიზატორები ვიქნებით იქიდან გამომდინარე რომ რა ვიცი ხა ფაქტია რომ აგერ წინა დიდი აქცია ჩვენი დაორგანიზებულია ესე იგი არაბიზაციის იგილ ჰილსის არაბული ქალაქების მშენებლობის საქართველოს მოქალაქეობის გაყიდვის, ყიდვის ამ პროტესტის ორგანიზატორები ყოფილან ხახოლები. საავტორო უფლებები აქვთ ხალხმა და როგორ ვბედავთ ჩვენ ქართველები, რომ ამ თემაზე საერთოდ ხმას ვიღებთ. და კი ლაპარაკობს ახლა მივესალმე. გინებით მივესალმები. სექტის მიერ AI-ით გაკეთებული ფოტოებით, გასამარგინებელი ფოტოებით. მიესალმება ხახოლი. მაგრამ მიესალმება ეს. ხო, ეხლა კიდე ჩვენ ვაორგანიზებთ, ხო?
ხო დაგარტყა დენი გაგასწორა მიწასთან. რას უნდა ვის უნდა შეუერთდეთ ხალხს? პირადად მე და ძალიან ბევრი ქართველი აგერ ვამბობ რომ მანამ სანამ ამ თემას საქართველოს გულანთებული ქართველი და არა საქართველოს მოქალაქეობა ნაყიდი მიგრანტი ხახოლი ქართველი სანამ არ მოუწოდებს მაგ პარტიაში ქართველები დარჩით არ ვიცი რატო ხიბლავთ ხახოლი რომ ესე გმეთაურობთ აი ესე გმართავთ ხო და სანამ ქართველები არ მოუწოდებთ და აი ამათ არ მიუჩენთ საკადრის ადგილს მანამდე არც ერთი ქართველი თქვენ არ გამოყვებათ და ესეც სპეციალურად ხდება აი ესეც სპეციალურად ხდება პოლიტიკური შეხედულებით ვისაც ეს თემა აღებებს არ არის ეს აუცილებელი რომ კონკრეტულად ამ თემაზე არ ეჭკვე შაყენებს ვისაც ეს თემა თუ გაღელვებთ პარტიაში შემოერთებას არ ნიშნავს უბრალოდ ეხლა ორგანიზებას რა ვუყოთ ჩვენა ვართ ეხლა სხვას ნუ ეხლა ორგანიზებას რა უყოს კაცო ეს არის ეს ხახოლია ორგანიზატორი ხო და ხახოლის დაცული საქართველო რა ვთქვი მე ხახოლის დაცული ისე ძალიან კარგი ლექსია ერთი საქართველოში მრავალი უჯულოერი ნავარდობსო ხო და მე იმ ქვეყანას რა უთხარ სადაც ხახოლით ამადობსო აი ამათზეა ზედ გამოჭრილი სხვაზე ჩვენ როგორ ვაკეთებთ პასუხს ხო სხვას მივესალმებით თუ კი ვინმე დააუგა მივესალმებით რომ აკრიტიკებდით მაშინ მომწონდით და ეხლა ქართულ ოცნებას კრიტიკაზე გადახვედით და აღარ მომწონხართ ასეთი პრეტენზიებიც არსებობს მეგობრებო ხო და რა მინდა უთხრა ასეთ ხალხს სიამდვილეში ადრეც ქართულ ოცნებას ვაკრიტიკებთ არაფერი დასავლეთს კი არ ვაკრიტიკებთ ქართულ ოცნებას ვაკრიტიკებთ რომ დასავლეთის დირექტივებს ასრულებთ დანარჩენებს გვინდა რომ საქართველოში იყოს წყნარი მშვიდი კარგი მომავლის მქონე ქვეყანა მომავალში რომ პოზიტიური განწყობას რო იწვევს აი ეგრე გვინდა აქ გვინდა ხახოლს უნდა წყნარი მშვიდი აღორძინებული აყვავებული საქართველო რომ აქ იყოს აქ უნდა ცხოვრება იქ რა უნდა კაცო აბა თავის ქვეყანა მიწასთან გაასწორებს და ამას ზეიმობდა ვაშაურა პუტინი თავის ქვეყანაში ცხოვრება არ უნდა აქ უნდა წყნარი მშვიდი ქვეყანა უნდა აქ უნდა ცხოვრება ხახოლს ნაყიდი მოქალაქეობით აქ უნდა უნდა ვაკრიტიკოთ აბა რა თქვენც უნდა აკრიტიკოთ საერთოდ კრიტიკა შემოგვიერთდით არ შეიძლება ასე მთელი ქვეყანა რომ შეპრესეთ გადააქციეს და თქვენ რომ არ აკრიტიკებთ არ შეიძლება ესენი აკრიტიკებენ ხო ქართულ ოცნებას ხო და ახლა მინდა ამაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვილაპარაკო ხო და კრიტიკულ შეკითხვებს ხო კითხულობს ოღონდ დონაციით მოსულ კითხვებს დონაციით აუცილებლად ხა ჩემი საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია სწორედ დიდგორის ჯვარი რო აღმართეთ და რომ თურქეთის ელჩის ბრძანებით ქართულმა ოცნებამ რო მითრია და გვითრიეს ესენი აკრიტიკებენ ქართულ ოცნებას როდესაც 2024 წლის 24 აგვისტოს დიდგორის ჯვარი ათრიეს რაში გაცვალეს ხახოლებმა დიდგორის ჯვარი და რატო არ ამოიღეს ხმა
არც ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ. მით უმეტეს წინა საარჩევნოდ ხალხო. ოცნებისთვის არც ერთი კრიტიკული სიტყვა არ უთქვამთ. ჯვარი ათრიეს ხალხო. არც კი გაუკრიტიკებიათ. და ისინი აკრიტიკებენ. აკრიტიკებენ. ოღონ ჯვარი გაცვალეს რაში? ეს საკითხავია. ძალიან ბევრი კითხვაა და ჩემი ანგარიში დაყადაღებულია ბატონო მიგრანტო, ხახოლო, მაგრამ აუცილებლად გადაგირიცხავ ამის ფულს და გამეცი ამაზე პასუხი. რაში გაცვალეთ დიდგორის ჯვარი და წინა საარჩევნოდ მით უმეტეს რატომ არ გააკრიტიკეთ ოცნება ჯვრის თრევისთვის. ველოდები პასუხს. ასევე აი ჩემზე როდესაც ალაპარაკებთ ემიგრანტებს, რომელთა დარიცხული თანხებით თქვენ ძალიან კარგად იცოდით, განსაკუთრებით გოგიამ. იმიტომ რომ გოგიას ვეუბნებოდით, მიუხედავად იმისა, ჩვენ ანგარიშვალდებული არ ვიყავით, ვინმესთვის რამე გვეთქვა. მაგრამ იმდენად დიდი ერთობა იყო და იმდენად მეგონა რომ ერთ იდეას ვემსახურებოდით და თურმე თქვენს ათხართ რა იდეა, თქვენთვის იდეა არ არსებობს. თქვენთვის არსებობს მხოლოდ მე. და როდესაც ჩემზე ალაპარაკეთ ეს ემიგრანტი, რომელიც არის პირდაპირ გეტყვით, აი გაბოროტებული, არ ვიცი რამ გააბოროტა ოღონდ და თურმე კიდე დეპუტატობა მდომებია. ხო, დეპუტატობა მდომებია მე და თურმე ამათ არ გაუყვანივარ მე ხახოლებს დეპუტატობა. bis კანდიდატად. ხო და იცი რა მაინტერესებს რა გამახსენდა ამასობაში? აი როდესაც შეიქმნა ანტიმაედნის კამპანია, როცა დაიწყო. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ანტიმაედნელად გაწევრიანდა. მაშინ მახსოვს ყველა ვინც უყავით მხარდამჭერები თუ პარტიის წევრები ვინც იყვნენ თუ ყველა აბსოლუტურად როდესაც გავრცელდა ეს ტელეფონის ნომრები, სადაც უნდა დაერეკა ხალხს და უნდა გაწევრიანებულიყვნენ ანტიმაედანში. მაშინ დაიბეჭდა სტიკერებით, რომელიც, რავი, მთელ ზუგდიდში ხო გავაკარი. ხამე დავდიოდი, დილამდე დავდიოდი და ზუგდიდში ვაკრავდი ანტიმაედნის სტიკერებს. ბიჭო, ემიგრანტს ჩემზე რო ალაპარაკებთ, თურმე ემიგრანტები ფულებს მირიცხავდნენ, მე და მე არაფერს არ ვაკეთებდი, თურმე, რა ვიცი მე, ჯიბეში ვიდებდი მაგ ფულს. აი მაგ სიმართლითი არით. ანტიმაედნისთვის ფულები რო ირიცხებოდა, ის ფულები სად წავიდა? და თქვენ ჩემზე რო ლაპარაკობთ, ოცნების შემოგდებულიო. ოცნებას რატო უფეშქაშეთ ანტიმაიდანი? დავიჯერო იმ დარიცხული ფულებით თუ გადაუფეშქაშეთ თუ სად წავიდა ის ფულები? დაუბრუნდეთ ხალხს. სანამ ვიღაცისკენ გაიშვერდეთ ხელს და ჩირკს მოცხებდეთ, მანამდე უკან გაიხედეთ რა გაქვთ ჩასვრილი და რამოდენაზე. და სანამ კიდე იტყოდეთ რამეს ჩემზე, მანამდე დაფიქრდით, აბა ვინ იყენებს ემიგრანტებს, ადამიანებს, რომლებიც წლებია ოჯახებს არიან დაშორებული, სადღაც გადასაკარგავში არიან იმისთვის, რომ ოჯახები არჩინონ და პლუს თქვენ გარჩინონ.
და სხვათა შორის არასოდეს დამავიწყდება, როდესაც ყულავაც კარჭაულს ველაპარაკებოდი და უთხარი ეგეთი იდეა, რომ აი ემიგრანტების ხმას რო დავიწყებ, პირველი რასაც ვიტყვი ამ მიგრანტების თემაში, ერთადერთი გამოსავალი ქართველი ემიგრანტების დაბრუნებაა და ზუსტად ამაზე უნდა დავიწყო საუბარი თქო, კარჭაული გაგიშდა, არ ქნა ეგ არ გაბედო, ეხლა ქართველი ემიგრანტების დაბრუნება იქნება, დასაფინანსებლები ვართ. პარტიულობის გარეშე მიაწექით და ხალხი დაგიდგებათ გვერდში. ანუ პარტია არ გვიდა, თორე ისე ხალხს უნდა პარტიულობის გარეშე. ერთი რაღაცა გავითვალისწინოთ რა. ჩვენ ვართ პარტია, მეგობრებო, ჩვენ ხალხ არაპარტიული. შემოგთხოვს პარტია ვართ. ამ თემაში რა ვიცი ხა. გიორგი ქარდავას მინდა მიმართო. გიორგი, შენ მაგ პარტიაში მართლა ბუტაფორია ხარ? რა ვიცი, შეგითანხმდნენ მაინც, კაცო? აი რაზე უნდა შეგითანხმდნენ, მოდი მოусმინოთ ვიდეოს. გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი. ძალიან რეზონანსული ფართო სახალხო მოძრაობა. სახალხო მოძრაობა არაბული ქალაქების წინააღმდეგ. ზე პარტიული, ზე პოლიტიკური. ამ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს. პარტიის თავმჯდომარე იძახის, რომ ეს აქცია ზე პარტიულია. რისთვისაც მე მაკრიტიკებდა თავად. თუმცა, კაი, მაგას გავანებოთ თავი. ეს აქცია ზე პარტიულია. მაგრამ ესენი პარტიო როგორ ჩავატაროთ? პარტია ვართ ხალხი. ეხლა გავაგრძელოთ და მოусმინეთ კიდე რას ამბობს. რა თავმდაბლობაა? მოусმინეთ? დანარჩენი ეს იმდენად არაპარტიულია, რამდენადაც შესაძლებელი. ყველას შეუძლია შემოგვიერთდეს და ორგანიზებაში მიიღოს მონაწილეობა კონკრეტულად ამ თემის და სხვა თემას არაფერს არ შეეხოს. სხვა თემაში თუ უნდა მორაფეში ჩვენ. ესე იგი, კონკრეტულად ამ თემაზე მარტო შემოუერთდით ხალხოლებს, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემას ნუ შეეხებით, კაცო. მაგალითად ნუ შეეხებით იმას, როგორ წნიხშია საქართველო. სხვა რა პრობლემებია, მაგალითად ხალხს, რომელსაც გაუჩნდება კრიტიკული შეკითხვა, არ შეეხო მაგას, კაცო. არ შეეხო მაგას. არ შეიძლება ხალხს არ აწყობს. იმიტომ რომ გარიგებულია იქ ზემოთ. რომ სხვა თემას არ უნდა შეეხოს და თან ესეც უნდა გაამარგინალოს. აცალოს უნდა ოცნებას. ფულების კეთება. ჩვენი პირადი, მეგობრებო, ჩვენი რადი ცოტა ნაკლებად მნიშვნელოვანი ვანიჭოთ და საერთო საქმეს ვანიჭოთ უფრო მეტი მნიშვნელობა. ესე იგი, ჩვენი პირადი გადავდოთ და საერთო საქმეს მივანიჭოთ მნიშვნელობა. ესე იგი, ჩვენი პირადი ყოფილა დიდგორის ჯვარი რო აღმართეთ. ყწანიში მეჩეთზე მინარეთი რომ მოვახსნევინეთ. ჩვენი პირადი ყოფილა ბათუმში 2024 წლის 2 აგვისტოს დრაგბული რო ჩავშალეთ. ჩვენი პირადი ყოფილა, პირადად ჩემია ეს ყველაფერი თურმე 12 დეკემბერს აბანოთუბანში რაც მოხდა. ჩემი პირადი ყოფილა, რა ვიცი, ბევრი რამ, მაგალითად 29 ივნისის საპროტესტო მსვლელობა, ეს ჩემი პირადი ყოფილა. გავაკრძალოთ. აი ჩვენ თავზე გეტყვით მეგობრებო რა. როგორი მაგალითია ახლა ხახოლი თავის თავზე რო გელაპარაკება? უნდა აიღოთ მაგალითი აქ. მაგალითზე გეტყვით რა. ვიღაცა რომ მოვიდეს ჩვენთან და რომ მითხრას, რომ აი შენ აი პრეტენზიები რა ჩამოგითვალე, აი ესე და ესე.
ეს პრეტენზია ხო? ეს პრეტენზიები მე რომ გაიზიაროს ყველა და რო ჩათვალოს რომ აი მე მაგალითად ვაფუჭით საერთო საქმეს ჩემ პასუხი ამაზე ხوار შეიძლება იყოს რომ მე იცით რეები გამიქეთებია მე ესა ვარ მე ისა ვარ მე თქვენ ვინ ახართ მე იმდენი მაგ გაკეთეს ეხლა მთელი ამ არ ვიცი რამდენ საათიანი ვიდეოს მანძილზე მე მესმეტი გაგიგიათ რამე მე რომ ადარდებს მე რომ ეს გამიკეთებია მე რომ ამას ვაკეთებ მე რომ იქ აქცია გავმართე მე რომ გამოცდილება მაქვს ამის მეტი გაგიგიათ ეხლა ამ ვიდეოში რამე და ეს ვინმეს ამუნათებს ეს საცოდავი ხახოლი ესა შეიძლება ის პასუხი არაბაც პასუხი შენს ხვაწლს საქართველოს მიმართ ხაზი არ უნდა გაუსვა კაცო როცა გიგინებენ ამ ღვაწლს როცა გიფურთხებენ შენს ნაკეთებს როცა გიფურთხებენ იმ რისკს რაზეც წახვედი ამაზე ხაზი არ უნდა გაუსვა არ უნდა გაუსვა თვითონ დაილაპარაკოს ხახოლია იყოს ასეთი მე ასეთ პასუხს გაგცემთ რა ვიცი მე გეტყვით რომ კი ბატონო რა ვიცი თუ რამე მეშლება რა ვიცი შევეცდები რომ ამოვასწორო თუ რამე ეშლება შეეცდება გამოასწოროს ესე იგი თუ რამე ეშლება მაშინაც შეეცდება კი არ გამოასწორებს შეეცდება გამოასწორებს მაგრამ ხახოლი რის ხახოლია იმასაც კი ვერ გრძნობს და ვერ ხვდება პარტიას დედა უტირა გაასწორა მიწასთან და ამას ვერ ხვდება ა კონკრეტულ ერთპიროვნება ხატია ჯანაშიაზე არაა საუბარი დედა უტირა ხალხის მიერ შექმნილ პარტიას ხალხის მიერ აქბამდის მოტანილ პარტიას დედა უტირა აღარ არის თავს დამნაშავეთ არ როგორ გეკადრე გამოსავალი მე მგონია იქ აი უბრალოდ გამოსავალი რა არის იცით გამოსავალი მგონია უბრალოდ რაც საერთო საქმეს აწყობს აი ეგ უყავდეს პრიორიტეტი საერთო საქმეს რაც აწყობს ეს გქონდეთ პრიორიტეტი და ამის საერთო საქმე რა არის მარტივ მომრავლებად დაშლილი ერთობა იდეა რომლის ირგვლივაც იყო უანგარო ქართველების ჯარი შეკრებილი ამის დაშლა არის ამის საერთო ინტერესი ჩვენი პირადი ყველას გვახსოვდეს რომ არ არის პირადი თვითონ როგორია ხალხის მიერ დაფინანსებულ ლიდერს პირადად თავის ღვაწლად რომ მოიხსენიებს ხალხის გაკეთებულ თემებს აი ის ხახოლი გველაპარაკება ახლა რატომ არ არის ისეთი მნიშვნელოვანი პირადად ჩვენ არაფერს არ მოვადგენთ კოლექტივის გარეშე ესეთი სიმართლე ჯერ ამ ხნის მანძილზე არაფერი არ უთქვამს არაფერს არ წარმოადგენს მართალი კოლექტივის გარეშე და კოლმეურნეობის თავმჯდომარე მართლა გარდავა ჩვენ თუ კი რამეს არ მოვადგენთ ჩვენ თუ კი რამეს ვინმე რამეს გვისმენს ჩვენ თუ ვინმე რაღაც აინტერესებს ჩვენ ეგ იმიტომ აინტერესებს რომ ჩვენ წარმოვადგენთ კოლექტივს არავის არ აინტერესებს ხახოლის აზრი წარეა ეგ სიმართლე მაგრამ ნუ რა ვქნა სხვანაირად არ ძალმიც შენ კი გინდა იყო главный член партии главный მაგრამ
ამას არ დაუშვებს ქართველი ხალხი. Главные члены партии ვერასდროს ვერ იქნებით საქართველოს პირანაირ მართვაში. აი სწორედ ამას ვამბობ. პაკისტანელებში, ინდუსებში, არაბებში, უგანდელებში და ასე შემდეგ კანისფერი არ მომწონს თემა კი არ არის. სწორედ მათი ჩამოსახლების საფრთხე იმაშია, რომ წლების მერე აი ეს მიგრანტები აი ასე დაუწყებენ ქართველებს შეურაცხყოფას, როგორც დაიწყეს ამ ხახოლებმა. და კიდევ აი პარტიაში დარჩენილ ქართველებს მოგმართავთ. ყველასთვის ცნობილ ისტორიას, რომელიც წესით კარგად უნდა იცოდეთ. ერთმა ხრუშოვმა გადაკიდა 2 ბუმბერაზი ქართველი ერთმანეთს და დახოცა. პარტიაში 2 ხრუშოვი ყავთ. ფრთხილად ქართველებო, ფრთხილად. დროზე მოეგეთ გონს. აბა ბედნიერად. და კიდევ ნუ გგონიათ რომ ეს არის ის ბოლო ლურსმანი. ბოლო ლურსმანი, რომელსაც თქვენიდან გაჭედებთ, ის შენახულია. ასე რომ დაელოდეთ. აბა ბედნიერად.